უკრაინა შენი მეგობარი ისტორიული მოძმე, შეუვარდა ყაჩაღი, გაუპატიურა შვილები, ცოლი, ებრძვის. და შენ ამბობ, რომ იცი, აი ხა ეს შესაძლებლობა არის, რომ მოდი მე აქ პატარა რესტორანს მივადგავ, რომ ის გამოუპატიურებელი და მოძალადე რომ გამოვა საჭმელი რომ დაჭირდება, მე ფულს ვიშოვი ამაზე. და ამას ეძახის ბიზნესი. ეს არ არის ბიზნესი, ეს არის რუსიფიკაციაში მონაწილეობა, ერთი მორალურად არასწორი და სამარცხვინოდ. ხო ვიცით რომ ომის დასრულების მერე უკრაინაში ახალი მარშალის გეგმა ფაქტობრივად დამტკიცებულია. ტრილიონობით ფული დაიხარჯება. პოლონეთი, უკრაინა დღეს უკვე უფრო დიდი არის ვიდრე რუსეთი. და აღმოსავლეთ ევროპის გაფართოების ნაწილი იყო ამაყად, სადაც შეხვალ, სადაც დაჭირდებათ ამ მშენებლობის პროცესში შენი მშენებლები, ინჟინრები, ტექნიკური პერსონალი, მეგზევეები და ყველა ამ ხალხმა იშოვოს აქ ფული თან ამაყი იყოს და თან ამაყად დაუძახონ თუ რამდენიმე ოჯახმა სანქციების გვერდის ავლის ხარჯზე ან კოლ-ცენტრების ხარჯზე სადაც ფაქტობრივად გაიყვნა მთელი ახალგაზრდა 20,000 ახალგაზრდა წარმოვიდგინეთ გერმანული და ინგლისური ვინც იცის ყველა თაღლითურ სქემაშია ჩართული. იმიტომ რომ ეს არის რუსეთი, ეს არის მორალურად დეგრადირებული, გახრწნილი სახელმწიფო, რომელსაც ჭირდება უკანა ეზო. და როგორც ადამიანები რუსთაველზე აპროტესტებენ, ემიგრაციაში აპროტესტებენ, ყველა იბრძვის, ისე უნდა იბრძოლოს ბიზნესმენიც. რა არის ბიზნესის ბრძოლა? ბიზნესის ბრძოლა არის არ ივაჭრო იმასთან, ვინც არის შენი მტერი და შენი მეგობრების მტერი, გააკეთე დივერსიფიკაცია ამ ყველაფრისგან, კონდეს მაღალი ეთიკური და კორპორატიული სტანდარტი და არ შეგეშინდეს იმის, რომ ადამიანს რო იჭერენ, მისი ახლობელი და ოჯახის წევრი დაეხმარო, ხო აი ნანუკაზის ახლა აქ როგორ არ უნდა ვახსენო რა სიცხვილე რა ბიზნესზე ვლაპარაკობთ ნანუკას ფონდი არის ვინც პატრონობს ჩვენ დაპატიმრებულ და დაჭერილ თანამებრძოლებს ადვოკატის ფული რო გადაუხადოს და პატიმრების ოჯახს რო გადაუხადოს და ეშინიათ რომ 5,000 ლარი ჩაურიცხოთ